სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მივიახლეთ რა ღვთის მადლით წმინდა დიდმარხვას, უკანასკნელი მოსამზადებელი კვირიაკე მაქვს მხედველობაში. დედამან ჩვენმან ეკლესიამან დაგვიწესა ხსენება წინკარში დიდმარხვისა, ჩვენი პირველშობლის ადამის სამოთხიდან განდევნისა. Რა თქმა უნდა, რომ შემთხვევითი არ არის, სწორედ აი ამ საზარელი მოვლენის ხსენება ამ კატასტროფისა დღევანდელიანით რო ვთქვათ, რასაც ქვია სამოთხის დაკარგვა. ადამიანი მოწოდებული იყო და შექმნილ სწორედ იმისათვის, რომ არაწუთიერ დროებით სიხარულში, არამედ სამარაჯამო სიხარულში ყოფილიყო. მოდით კიდევ ერთხელ გონების თვალით გადავშალოთ წმინდა წერილი ბიბლიის პირველი გვერდები და ამოვიკითხოთ თუ როგორ ქმნიდა უფალი საბაოთი ყოველივე ხილულს და არახილულს და მათ შორის ანგელოზსა და ადამიანს. ორიოდე სიტყვით სათქმელი ითხოვს მიმოვიხილოთ. როგორც თქვენმა სარწმუნოებამ უწყის იყო დრო, როცა არაფერი არ იყო და ღმერთმა კეთილინება, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება საუკუნო თუკუნისამდე, ნამეტნავი თავისი სიხარულისა და ნეტარებისა რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა. და ვიდრე შექმნიდა, ეგევით არ არსებებს. მანამდე შექმნა ის, რაც ასევე მათი სიხარულისთვის და ტკბობისთვის შექმნა. კერძოდ რა, როგორ იწყება წმინდა წერილი? დასაბამიდან ღმერთმა ქმნა ცანი და ქვეყანა. წმინდა მამათა განმარტებით ცანში მოიაზრება ზეციური სასუფეველი. ესე იგი, თავდაპირველად ღმერთმა არარაობისაგან შექმნა ზეციური სასუფეველი. ამით უკვე მიანიშნა თუ რისთვის შეიქმნოდა მერმეთ ანგელოზი თუ ადამიანი. ხოლო ქვეყანა იყო განუმზადებელი. დღეს რომ მილიარდობით გალაქტიკებს შეადგენენ. და ღმერთმა ესეც მოაწესრიგა. ფორმა მიანიჭა. და ფორმა მიანიჭა რა? მიანიჭა მას აზრიც, შინაარსი. შესაქმნის 6 დღე ადამიანურ ენაზე ვამბობ, გრძელდებოდა შესაქმე ღვთისა. თუმცა როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ასე არ მომხდარა სინამდვილეში. შესაქმნის 1 დღე სულ სხვა განზომილებაა, ვიდრე მაგალითად 24 საათიანი დღე-ღამე, რომელიც საერთოდ მზის კალენდრით თუ იქ თვარის კალენდრით თუ ვარსკვლავის კალენდარით არსებობს, ეს სრულიად განსხვავებული საზომი არის. შესაქმნის 6 დღეში ღმერთმა შექმნა ცანი და ქვეყანა და შეამყო ყველა მათი სამკაული. ესე იგი, როდესაც ნათქვამია, რომ ღმერთმა დასაბამად ქმნა ცანი, მამათა განმარტებით, არა მარტო სასუფეველი შექმნა დასაბამად, არამედ ანგელოზიც, მისი მკვიდრნი, ბინადარნი. ხოლო უკანასკნელ ამ შესაქმნისა შექმნა ადამიანი. როგორც ჯერ კიდევ ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი ამბობდა, ის რაც ბოლოა ქმნილებაში, პირველია არში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ადამიანისთვის იქმნებოდა ცაც, ქვეყანაც, ანგელოზიც კი, რომელიც მეორე ნათელნი არიან. ჩვენი უფროსი ძმები, როგორც წმინდა მამები უწოდებენ ანგელოზებს, მაგრამ ისინიც ჩვენთვის შეიქმნენ. იგინი არიან მსახური სულები შორის ღვთისა და შორის ადამიანისა. ანუ აქედან რა მინდა ვთქვა, საყვარელო, რაოდენ მაღალი დანიშნულება მისცა ღმერთმა ადამიანს. და ამასაც არ დაშერდა. იგი შექმნა ხადათვისა და მსგავსებისაერთვისა. უფრო კაცრად რო განმარტოთ, ხადება მიანიჭა ღმერთმა, თავისუფალი ნება უდავესული და ასე შემდეგ, კეთილის ქმნის უნარი და სხვა და მსგავსება უნდა მიეღწია თავად, უნდა ეღვაწა. და ეს ღვაწლი დაუდუმას სამოთხეშიც, რაოდენ განსაცვიფრებელი არ არის. თითქოს ყველაფერი იყო სრული და სრულქმნილი მისი სიხარულისა ნეტარებისას, მაგრამ ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში აკურთხა ადამიანი ღვაწლზე, შრომაზე. კერძოდ, რა ხასიათის შრომა მოიაზრება, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მას შექმნა ყოველივე ეს უკანასკნელ ადამიანი, რისთვისაც იქმნებოდა ყოველივე ეს. მაგრამ ნახეთ, როგორ არის ნათქვამი.
არა უბრალოდ ედენბაღში დაასახლა, რომელიც თავისთავად ჩვენიერი იყო, ღვთის მიერ შექმნილი, არამედ ედენბაღის აღმოსავლეთით. აღმოსავლეთი ქრისტიანულ სიმბოლიკაში განასახიერებს სამოთხეს სწორედ. ესე იგი, ვიდრე შეიყვანდა სამოთხეში ადამიანს, რომელიც ჯერაც არ შეექმნა, ესეც მინდა დავსინო. მანამდე შექმნა, ეს დამაფიქრებელია, მანამდე იყო რა შექმნილი შესაქმნის დღეებში ცხოველი და ფრინველი, ახლა საგანგებოდ კიდევ ერთხელ ქმნის ცხოველსა და ფრინველს და შეჰყავს ედენბაღის სამოთხეში. მერმე თიხისაგან მიწისა მოზილავს ადამიანის მსგავსებას, სხეულს. როგორც წმინდა გადმოცემა ამბობს და მამათა ნააზრევი გადმოგცემს, ესე იგი, თიხისაგან შექმნა, რომელიც იყო ჟღალი ფერის დაახლოებით. ანუ იერიც პირველ ადამიანს ამგვარი ჰქონდა. და მერმე შთაბერა სული სიცოცხლისა და ცოცხალ არსებად იქცა, ის რაც თიხისაგან მიწისა მოზილა. ესე იგი, ცალკერძ სხეული შექმნა, მერმე სიცოცხლის სული შთაბერა. ადამიანს, როგორც უკვე ვთქვით, მიანიჭა ამას გარდა უკვდავი სული, გონიერი სული. ქმნილებათა შორის მხოლოდ ანგელოზი და ადამიანია გონიერი არსება. და შეიყვანა სამოთხეში ედენბაღისა. კიდევ ერთი რამ გვამსვიფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა შექმნა რა, არა მარტო მისი სული, არამედ მისი სხეულიც კი, რომელიც მტვრისგან იყო შექმნილი, დაფარა ღვთიური დიდებით და ამიტომ მისი სხეულიც კი უკვდავი იყო პირველი ადამიანის. მიუხედავად ამისა, ნახეთ ყოვლადწმინდა საება როგორ განშის თვის შორის. არა კეთილარს ყოფნა კაცისა მარტო უქმნათ მას ძემს გავსებისაება. ესე იგი, სამოთხეშივე მიანიჭა მას მეგობარი, ცოლი, რომელიც დღეს არის ცოლები, დღეს არიან პაროდიები იმაზე, რისთვისაც და რაც შექმნა უფალმა ღმერთმა. ეს ეშმაკის ხელოვნებაა. ის ამბობს, რომ დედამიწა მისი სამეფოა, ამ დაცემული ანგელოზის, ლუციფერის ეშმასი, ამიტომ მან თავისი კანონებით უნდა წარმართოს ყველაფერი აქ. მაგრამ ასე როდია სინამდვილეში. ეს არის ბრძოლის ველი დედამიწა, ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მხოლოდ გამარჯვებულები შედიან სასუფეველში. არავის და არაფერს არ მიხედავს ღმერთი, გარდა იმისა, არის თუ არა ღვთისმოშიში ადამიანი და ცხოვრობს თუ არა ქრისტეს მცნებებით. ანუ წმინდად თავშეკავებულად. მოკლედ, ადამი შეყვანილი იქნა ედენბაღის სამოთხეში. და შემდეგ, როგორ რა კი განსაჯა ღმერთმა, რომ კეთილი არ იყო მისი მარტო ყოფნა, არა ახალ თიხისაგან მოზელს მის მეგობარს ცოლს, არამედ ადამიანს მოქმრის ძილს და მისი გვერდიდან გამოიღებს ნეკლს და ნეკლს გარდაქმნის ადამიანის სხეულად, კერძოდ დედაკაცისა, რომელიც მსგავსად ადამიანს არის შექმნილი, მაგრამ ადამიანის მერმე და ადამიანისაგან. ეს დედაკაც უნდა ახსოვდეს. ისე როგორც მამაკაც. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ევასაგან კი არ შეიქმნა ადამი, არამედ ადამიანისაგან შეიქმნა ევა. ამით რისი თქვა გსურს? ბიბლიას რისი თქვა გსურს? ჩემი აზრი ნაკლებ საინტერესოა, რომ ცოლი დაემორჩილენი თვისთა ქმართა ყოვლით, როგორც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ გამოთქვა თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს არის ღვთის ლოცვა კურთხევა და როდესაც ცოლი ქმარს არ ემორჩილება, პირველ ყოვლისა ის არღვევს და წინ აღუდგება ღმერთს, ღვთისთნებას და აღუდგება წინ ღმერთს. ეს მეორეს მხრივ მამაკაცების გასაგონად ითქმის. არ ნიშნავს იმას, რა კი ქმარი თავია ცოლისა, რომ ის უნდა იყოს სულთამხუთავი, ტირანი. მოძალადე ცოლზე. ცოლქმრობა ბიბლიური გაგებით და სწავლებით ეს არის მეგობრობა. და როგორც კარგად ამბობს ერთი ფრანგი მწერალი სენტ-ექსუპერი, სიყვარული ის კი არ არის ორი ერთმანეთს სახეში რომ უყურებს, მამაკაცი და დედაკაცი, ორი რომ ერთისკენ იმზირება, ანუ ერთი ამაღლებული იდეალი რომ აქვს, აი ეს არის სიყვარული.
და ამ იდეალით აქვთ ურთიერთობა, ამ იდეალით ზრდიან შვილებს და ამ იდეალით ცხოვრობენ საზოგადოებაში და ელოდებიან როგორც უზაკველი ნათანაელი ამ ჭეშმარიტ მორწმუნეებზე მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ელოდებიან უფლის დიდებით დაბრუნებას, როცა დადგება მოისპობა ბოროტება როგორც ესეთი და დადგება მარადიული სასუფეველი ყოვლადწმინდა სამებისა, ანუ სიყვარულისა, სიხარულისა და ნეტარებისა. მაგრამ ძალზე რთული ძიმე გზა არის ეკლიანი, როგორც სიტყვიან გასავლელი, თუმცა ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი. ღმერთს უნდა მოუწოდებდეთ, მისი მადლით უნდა საზრდოობდეთ, მისი სწავლებით უნდა ძლიერდებოდეთ და არაფერი შეუძლებელი ამის შემდეგ არ იქნება. დიახ, ქართული ანდაზად სიბრძნე წამოწმებს ანდაზურად. ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია. ბევრ ტკივილებს განისთი ბიძიერი ცხოვრების შანსს, მაგრამ თვალსაწიერიდან უფალი შენი ცხოვრების წინამძღვარი, როგორც პავლე უწოდებს და საზოგადოდ ბიბლია, უფალი იესო ქრისტეს არასდროს არ უნდა დაკარგო. ეს დაუღამებელი მზე, რომ შენს მარადიულ სიხარულში და ნათელში შეხვიდე. მაშასე ადამისა და შეიქმნა ევა. ისინი იყვნენ მეგობრები, არა მარტო პირველ მშობელი ჩვენი, არამედ პირველ მეგობარნი. მაგრამ ბოროტ სულს, რომელიც ვიდრე ადამიანს ექნებოდა გამოცდა მანამდე ზეცაში ჰქონდათ ანგელოზებს. და ყველაზე უფრო ბრწყინვალე ანგელოზი, ლუციფერი, გამპარტამდა, თავი აიმაღლა, ღმერთს გაუტოლა, როგორც ესაიასთან იყო ჯერ კიდევ ნაწინასწარმეტყველები, ესე იგი ათეული საუკუნეების იქით, რომ ესე იგი რა დაებართა ეშმაკს, რომ საღდა ესე ღრუბელთაზე და დავით გავს საღდარს და ღმერთს გაუტოლდებიოდა. სინამდვილეში ამ საბრალო მოხიბლულმა, ამ პარტავანმა არსებამ დაკარგა ისიც, რაც გააჩნდა, მას ძალზედ ბევრი გააჩნდა. ის იყო უახლოესი ანგელოზი ღვთის საღდართან. ზესთან ანგელოზი შეიძლება ითქვას, მაგრამ დაკარგა ყოველივე. ღმერთმა მას მადლი წაჰგვარა მისი ამ პარტავნების გამო, მაგრამ ძალა დაუტოვა. ძალა ჰქონდა უზარმაზარი და აქვს უზარმაზარი, მაგრამ ღვთის ნიშის წინაშე და ჭეშმარიტი მორწმუნისა მას არაფერი არ ძავს. აი ერთბაშად გონებაში იფეთქა ცნობიერებაში წმინდა მოწამე კვიპრიანეს სახებამ და ივლიტასი, რომელზეც ესე იგი მთელი თავისი ჯადოქრობით მოქმედებდა კვიპრიანე, უწი მოგვიიყო ის ილიოპოლში. მოუწოდა ჯერ ერთ ეშმაკს, რომ ეს ქალიშვილი ეცდუნებინა და რომელიღაც თავადი ჭაბუკისთვის დაემორჩილებინა, ან თუნდაც ცოლად გაყოლოდა, თანახმა ყოფილიყო. ვერაფერს ვერ გახდა. შემდეგ ათეულს გამოუძახა. ისე ხედავდა ბოროტ სულებს, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა და ხედავთ. შემდეგ ასეულებს, ათასეულებს, ლეგეონებს. ბოლოს თავად სატანას. რომ ესე იგი ქალწული 14-15 წლის ვერაცდუნეს. და ბოლოს ეშმაკს უთხრა, ესე იგი სრულიად ამაუყოფილაო შენი დიდება და ძალა. ესე იგი ყმაწვილი გოგონასთვის არ შეგილია ვნება, სტუნების მიყენება. გამოიტანა საჯაროდ ყველა ესე იგი ჯადოქრობის ყველა წიგნები და დაწვა ყველა თვალწინ. ამის შემდეგ ჩუმად ღამით ეწვია ივლიტას. მიღება ითხოვა, მიიღო ქალწულმა და დაეკითხა, რა გაქვს ისეთი, რომ შემიძლია არათუ ერთზე და ორ ადამიანს თელს ქალაქსები მოქმედო, ჩემი მოგლობით, ამ ხელოვნებით საეშმაკო და შენ ვერ გძლიე. მაშინ დევნა იყო სარწმუნოების, ივლიტა თავდაპირველად პასუხს არ აძლევდა და რა კი დაჟიდებით ითხოვდა და მუხლიც კი მოუდრიგა კვიპრიანემ, ბოლოს გამოუთხდა, მე ქრისტიანი ვარ, ამიტომ შენს თავად ეშმაკს ჩემზე ძალა არ აქვს. იმდენად იმოქმედა კვიპრიანეზე ამ ყველაფერმა, რომ განაგდო მოგობა ნათელს იყო და მოშორნე ცხოვრება შეუდგა ქრისტიანისა, ის რომ ბოლოს მღვდელმთავარიც კი შეიქმნა და ესეც არ არის საყვარელო ყველაფერი. ყველაზე მაღალი მცნება აღასრულა ქრისტესის სულისთვის, სული რომელიც ყველაზე ტკბილია ადამიანისთვის, დაასდვა მაცხოვრისა და მისი სარწმუნოებისათვის. და დღეს ჭეშმარიტი ძალმოსლება მიიღო. მოკლედ იქ გადაუხვეთ საყვარელო, რომ ეშმაკს მადლი წააგვარა, წარხოცა,
ხოლო ძალაუფლება დაუტოვა. მაგრამ ნახეთ, ის მადლი, რომელიც დაკარგეს სინათლის ანგელოზებმა, ლუციფერმა და ერთმა მესამედმა, რომელიც აწვნა სასუფეველში, ეს მადლი ღმერთმა მოუპოვა თავისი ჯვარცმითა და მხსნელი ვნებებით კაცთა მოდგმას. ესე იგი, ის მესამედი, რომელიც დაეცა, უნდა აღივსოს ეს რიცხვი. როდესაც უკანასკნელი წმინდანი შევა სასუფეველში, აზრს დაკარგავს არსებობას მთელი ეს მილიარდობით გალაქტიკები, მათ შორის ზის გალაქტიკა და მოვალ სუფალი დიდებით განშად ცხოველთა და მკვდართა, რომელსაც გარკვეული მოვლენები უწყის. რამდენადაც ხშირად ვისაუბრე, ამჯერად არას ვიტყვი რა. საუბრის საგანიც არ მოითხოვს ამას. და მერმეღა დადგება საყოველთაო სამჯობრო შემდეგ მარადიული სუფევა, ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა, ჩვენი შემოქმედისა და საბოლოოდ და სამუდამოდ წარიგზავნება სატანა და ყველა მისგან სტუნებული თუ ანგელოზი, თუ ადამიანი, ენით აუწერელ სატანჯოში. ეშმაკი ვიდრეღად რო აქვს, ყველაფერს აკეთებს ადამიანის საწუნებლად, მის გასართობად, ოღონდ ამ ერთზე, სიკვდილზე და განკითხვაზე არ იფიქროს. რაი ადამიანის ბევრი ჭრიჭინობელასავით გადის ცხოვრებას, სრულ ამაუებაში და ხორციელ სიამოვნებებში და ბოლოს მოდის სიკვდილი. და ადამიანს ხშირად მithქვამს, არაფერი აქვს სათქმელი. ღვთის წინაშე, მისი მართლმსაჯულებისა, მისი სამართლიანი ჟავრის წინაშე არაფერი არ აქვს. ორჯერ განეშება ადამიანის სული, თითოეული ადამიანისა, კერძო სიკვდილის დროს, პირადი გარდაცვალებისა და საყოველთაო აღდგომის ჟამს. ჩვენ რო ამას გასიგრძე განებით ვფიქრობდეთ ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ცოდვებში არ ვიქნებოდეთ ჩაფლული. მაგრამ უფალი ერთგზის მოვიდა და ევნო და ეწამა რა, მიუკუნისამდე ჩვენთან არის. აი მოიგონეთ მაგალითად საქმე მოციქულთა და ესე იგი პირველ მოწამეს სტეფანეს წამება. როდესაც მან ქრისტე მაცხოვა რიხილა ზეციური მამის მარჯვენით. არა მჯდომარე, როგორც წამში აღვიარებთ, არამედ მდგომარე, ფეხზე. როცა მჯდომარეა მამასთან ერთად გამოხატული, ეს გამოხატავს თანასწორობას მამასთან. როგორ? არ არის თანასწორი ძეღვთისა, ქრისტე მაცხოვარი ჭეშმარიტად. მაგრამ მამათა განმარტებით სტეფანე წამების დროს რომ მიხილა, ეს ნიშნავდა იმას, რომ ღმერთი არა განისვენებდა, არამედ თანაუგრძნობდა თავის პირველ მოწამეს. ესე თან პირველი მოწამეა ქრისტიანთა შორის. ეს ამას გამოხატავს. მოკლედ, კვლავ ერთხელ დაბრუნდეთ 64-ში, სადაც ვერ დაბრუნდებით თუ წმინდათ არ ვიცხოვრობთ. გონების თვალით გულისხმობ დაბრუნდეთ. ადამ და ევა. რა უბრძანა მათ? მათ უბრძანა იმ ხელმცენარეების მოვლა, რომელიც დანერგა ღმერთმა. საგანგებოდ ედენბახის 64-ში, რომლის შუაგულში ორი ხე იყო აღმართული და სახელდებით მხოლოდ ისინი მოიხსენიებიან წმინდა წერილში. არც ერთი სხვა. ეს არის ხე ცნობადისა და ხე ცხოვრებისა. და რა უბრძანა? დამუშავება. იქვე ვიდრე ადამ შეიყვანდა შესავალში თქვით, ფრინველ ცხოველის საგანგებოდ შექმნა 64-ისთვის და შეიყვანა და უბრძანა ხელმცენარეების მოვლა და ესე იგი ცხოველებისა და ფრინველების პატრონობა. მოდით ვნახოთ წმინდა მამებთან როგორ განმარტავენ ამ ყველაფერს. მამათა ნაწილი ფიქრობდა, რომ რეალურად დედამიწაზე იყო 64-ხე, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, შუა მდინარეთის ტერიტორიაზე მიანიშნებენ. მაგალითად იოანე ოქროპირის ფიქრობდა, რომ დედამიწაზე შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ ის წარმონა ახოცა დედამიწიდან. ასევე ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ გონიერად უნდა გავიგოთ ეს სულიერი თვალსაზრისით. და მამები განმარტება, ვთქვათ, იოანე დამასკელი, დიდი იოანე დამასკელი განმარტებას იძლევა, რომ ადამიანი არ არის მარტოდენ ხორციელი არსება, არ არის მარტოდენ სულიერი არსება. ერთიც აქვს, მეორეც. ამიტომ ასეთ შეიძლება ეს გავიგოთ და სხვაგვარადაც. მაგას ეხლა აი ამ მოვიკითხავთ იოანე დამასკელთან როგორ უნდა გვესმოდეს. ხელმცენარეები, რომელთა დამუშავება და პატრონობა უბრძანა უფალმა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და არა მარტო მისი მოსაზრებით და განმარტებით უნდა გავიგოთ როგორც ღვთაებრივი აზრები. მაშასადამე რა უბრძანა რა მათი მოვლა ღმერთმა რა უბრძანა პირველ ადამიანებს, ადამს და ევას, ღვთაებრივი აზრების განჭრეტა. რადგან ეს მათ უდიდეს სიხარულს და ნეტარებას ანიჭებს. საერთოდ ესე იგი მოაზროვნე ადამიანებმა იციან და უგუნურებს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად დიდი სიტყვების და სიხარულის სიამის მომნიჭებელი არის
არა მარტო სინდის უსმენდე, არამედ გონების კარნახსაც და აზროვნებდე. მეტადრე უდიდეს სიხარულს და ნეტარებას იძლევა სულიერი საგნების ჭრეტა, როგორიცაც ჩვენ ხვდებით წმინდა მამებთან, მოციქულებთან და სხვა, და რომლის გემოსხილვაც კი არ გვაქვს, იმიტომ რომ სამწუხარო ჯერჯერობით და დღესდღეობით ვამჯობინებთ მხოლოდ მიწიერი საზრდელით სიხარულს. როგორც ჩვენ გამოთქმაშიც გვექცა ქართველებს ჭამასმა დიდად შესარგი, რომელიც სინამდვილეში მომტანია, თუ კი ეს გამოიხატება გემოთმოყვარებასა და ნაყროვანებაში, უმარხულობაში და სხვა, გამოიხატება ამით მხოლოდ ჩვენი უგუნურება და საბოლოოდ გამოისახება სიკვდილი. მე მინდა გარდა ამისა, ხოლო რაც შეეხება ცხოველებს და ფრინველებს, ალეგორიულად რას ნიშნავს? წმინდა მამათა განმარტებით, ესენი განასახიერებენ ჩვენს ადამიანურ სწრაფებს, იმ შემთხვევაში ადამ და ევასი და ვნებებს. ეხლა ზოგიერთი განცვიფრებით იკითხავს, მამა, უკაცრავად ეს თუ 64-ია, თუ სიხარლის სავანი არის, მაშინ რა უნდა იქ ვნებებს, რა უნდა იქ მისწრაფებებს, რა უნდა იქ ცოდვას? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავდაპირველად არ ყოფილა, მაგრამ არის რა გამოხატული ალეგორიულად სამოთხეში, ეს არის წინასწარმეტყველება, რომ ადამიანი ცოდვით დაეცემოდა, გაუჩნდებოდა მიწიერი მისწრაფებები და ვნებები, მათგან წმინდა მამები 8 უმთავრეს ვნებებს გამოხატავენ, გამოყოფენ, ესენია ამპარტავნება, დასაბამი ყველა ვნებისა, პატივ მოყვარეობა, დიდების მოყვარება, ვერცხლის მოყვარება და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს პირუტყვი და ფრინველი განასახიერებენ ადამიანურ ცოდვიან სწრაფებს და ვნებებს საზოგადოდ. ასევე როდესაც ubრძანა რომ ფლობდე, ესე იგი პატრონო ფლობდეო, განაგებდეო ცაში ფრინველს, ზღვაში ცხოველს, მცურავს და სხვა, ესეც განასახიერებს და არის წინასწარმეტყველება შეუფერებელ გულის სიტყვებზე და აზრებზე, რომლის წვედა მონახდება ადამიანი თუ კი ღმერთს ღვთისგან განიდრიკება. რაღაც მოასწავებს ის ორიხე, თავისთავად ფაქტი, როგორც ვიტყოდით, რომ 64 შუაგულში დაახნერგა და აღმოაცენა ხე ცნობადის და ცხოვრების მიუთითებს იმას, რომ ესენი არიან ცენტრალური ღვთაებრივი აზრები, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. კერძოდ წმინდა მამათა განმარტებით, ხეცნობადისა იყო წინასწარმეტყველება და მინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამზე. ხოლო ხეცხოვრებისა თავად ჩვენი ცხოვრების წინამძღვარზე უფალ იესო ქრისტესზე. ახლა პარალელურად ჩვენს მრევლს მეტადრე მინდა მოვაგონო ერთ-ერთი ასეთი ხატი. ტილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ტილი დახშული და წყარო დაბეჭდული, რომელიც არსუ დიდი ხნის წინ შეიქმნა ჩვენს ტაძარში და დასვენებული აღდგომის სახელობის ტაძარში. წარმომავლობით ეს ხატი არის მე-17 საუკუნის ასე ვთქვათ, იდეა ამ ხატის შესაძლოა წამოსული იყოს დასავლეთის ქრისტიანული სამყაროდან. და ესე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ტილი დახშული, წყარო დაბეჭდული არის, ესე იგი, მინიშნება გაძლიერებული აზრი იმაზე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო ქალწული, შვა ქალწულმა და დარჩა ქალწულად. ამისი ეს მოიაზრება პირველ ყოვლისა. მერმე მოდი განვიხილოთ ეს ხატი გონების თვალით. რა არის მასეთ გამოხატული? 64-ისა შინა ღვთისმშობელი მარიამი პატივსან ხელზე ღვთაებრივი ყრმით, ანუ ქრისტე მაცხოვრით. როდესაც ლოცვა-კურთხევა მივეცი ჩვენს ხატვებს, რომ ეს ხატი დაეწერა და რა თქმა უნდა განვიხილეთ რამოდენიმე ხატი და იქიდან შევარჩიეთ საუკეთესო, იმიტომ რომ გულახდილად გეტყვით, თუ ხატი ლამაზი არ არის, ჩემს გულს არ იტაცებს. მშვენიერი უნდა იყოს და ზოგი ხატი იმგვარია, არა მარტო მშვენიერები, რომ აი თითქოს კურთხევაც აღარ გინდა, მადლი შეიგზნობა, მადლი გამოშვების მისგან. ერთი ამადგანი ამ ტაძარში სწორედ ეს ხატი აღმოჩნდა. მას ღვთისმშობელი 64 შუაგულშია გამოხატული. მის მარჯვენით, კერძოდ ღვთისმშობლის მარჯვენით გამოხატულია ხეცნობადისა და ეს არ არის შემთხვევა, იმიტომ რომ ხეცნობადისა მინიშნება და წინასწარმეტყველება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ხოლო მარცხენით ღვთაებრივი ყრმა, რადგან ხეცხოვრებისა მასზე მეანიშნებს და მასზე წინასწარმეტყველებს. სულ ითვლება 8 ხე. რატომ? განარა მეტი არ იყო ღვთაებრივი აზრები, ეს არც არ არის დაზუსტებული. ეს ჩვენი ლოცვა-კურთხევით გამოხატა რატომ? 8 არის ენიგმური, საიდუმლო რიცხვი ღვთისმშობელ მარიამის აღნიშვნელი. ქრისტესი თქვათ არის 999, ანტიქრისტესი გადაბრუნებული, ანტია ის ყველაფერში.
666 ღვთისმშობელ მარიამის ენიგმური რიცხვი არის 8. გარდა მაგისა, აქ ჩვენ მივანიშნეთ 8 უმთავრეს ვნებაზე, რომელიც გაკვრით ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. როგორც ფრინველ ცხოველი, როგორც ხემცენარეები და ასე და როგორც მცურავნი, ზღვისანი, ქვეწარმავალი და სხვა გამოხატაცის ფრინველები გამოხატავდნენ და იყო წინასწარმეტყველება ადამის დაცემაზე და ვნებების გამრავლებაზე, ასევე ეს 8 ხეც არის მართალია 64-ია, მაგრამ პოტენციურად თითქოს უკვე არის ცოდვა ადამიანში. რას გულისხმობ? ჩვენ რობოტებად კი არ შექმნა უფალმა დაპროგრამებულად. ჩვენ შექმნა თავისუფალ არსებებად. და სწორედ ეს ქმნის ხატს უფალ ღმერთთან. მასაც ის როგორც ღმერთს, ასევე ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. მას ჰქონდა არჩევანის საშუალება. ადრე თუ დაუმსახურებლად შეიყვანა 64-ში პირველშობელი, ახლა ადამიანმა უნდა იღვაწოს, უნდა გაისარჯოს. ასე ვთქვათ, ადამიანურად დაიმსახუროს, თორე ეს სიტყვები ღიმილის მომგვრელი არის წმინდა მამებისთვის, არანაირი დამსახურებისთვის არ შეყავს სასუფეველში ღმერთს ადამიანი. ეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, პირველ ყოვლისა ეს არის წყალობა ღვთისა, ადამიანის ცხონება. ჩვენ რომ სხვაგვარად ჩვენ რომ თავითვისით შევძლებოდა ცხონება, მაშინ გაუგებარია, რატო განჭო ყოვლადწმინდა საება და რად მოავლინა ყოვლადწმინდა საება ერთი სამებისაგანი, ძեղთის რად მოვიდა განკაცებით და სხვადასხვა. ჩვენ რომ ეს არ შევეძლო, აი ამიტომ მოიმოქმედა ეს უფალმა ღმერთმა. ერთი ცნობილი გაცვეთილი გამოთქმაც ამბობს, ჩვენ რომ აღარ მოვიძიეთ ღმერთი, ღმერთმა მოიძია ადამიანი. რატო? ჩვენთან განსხვავებით ღმერთს ჩვენ არ გვიყვარს შენი შემოქმედი. ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება. ქნული ხელთა თვისთაი, როგორც წმინდა მამებთან არის ნათქვამი. და არაურულ მოვიდა და მოიძია ყოველივე აღასრულა მისი სასუფეველში დაბრუნებისთვის. კერძოდ რა? წეგან ვახსენეთ გაკვირით, სულიც კი, რომელიც ყველაზე ტკბილია, სული თვისიც კი დაასდვა ჩვენი საცხოვრებისათვის. ხორცნი განტეხნა გოლგოთაზე, ჯვარზე და სისხლით დასთხია ჩვენი საცხოვრებისათვის. ესე იგი, გარდა მაგისა რა არის მნიშვნელობა? ახლა გამკრა გონებაში მილანის სასაული, მედიოლანის. ესე იგი, ლანჩანოს სასაული უფროსორად, როდესაც ესე იგი ერთ-ერთი მღვდელი იყო შულის კანონში ყველაფერია განსაზღვრული. მღვდლისთვისაც, მრევლისთვისაც და ასე შემდეგ და მათ შორის რა არის ნათქვამი. თუ მღვდელი ზიარების დროს დაეჭდება, არის თუ არა ჭეშმარიტად ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი და ამას აღიარებს, ის უნდა მღვდლობიდან განაყენონ. ვეღარ იმღვდელებს ვერასდროს. და ერთ-ერთ მღვდელს სწორედ დაემართა მსგავსი რამ. მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ, ესე იგი, იტალიელები, რომაელები და აღიარა ეს და ეპისკოპოსმა განაყენა მღვდლობიდან. ჟულის კანონის მიხედვით ამ შემთხვევაში წმინდა ზიარება უნდა დაეწვათ წმინდა ქვაზე, ეკლესიაში გამოყოფილი ადგილი წმინდა ქვას ეძახდნენ, ქვაიდვა იქ, სადაც არაფერი სხვა მოქმედება არ სრულდებოდა, არამედ სიწმინდეებს დასწვავდნენ და დინარეში უშვებდნენ. ან მაგალითად, წამწამი მღვდელ როცა აკურთხებს, წამწამი ჩავარდა, ან ბეწვი თმის. ადამიანს ამის მიღება არ შეუძლია. მაპატიეთ, ამას შეიძლება გულისრება გამოიწვიოს, ანუ თუ მიიღებს ზიარება, შეიძლება ამოანთქიო, რაც უმძიმესი ცოდვა არის. აი ამიტომაც, აი ბავშვებიც როცა ეზიარებიან და თქვათ მოხდა და ამოიღო დედის დაუდევრობით უფრო უცელზე დააჭირა ხელი ახალ ნაზიარებს და ამოიღო ის უნდა მოკრიბონ მშობლებმა, თუ ტაძარში ხდება ეს ტაძარში თუ არა და სახლში მოიტანონ აქ და ლოცვა კურთხევად ნათებს უნდა დაიწვას განსაზღვრულ ადგილას და მდინარეში იქნას ჩაშვებული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და დავწვრილბანდეთ. ეს მღვდელი დაეჭვდა, განაყენეს. ჟულის კანონით წმინდა ზიარება უნდა დაეწვათ წმინდა ქვაზე, მაგრამ რატომღაც ეს არ მოიმოქმედეს, არამედ ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით შეინახეს ზიარება. ხო ის საოცრება, საუკუნეები გავიდა და ზიარება არ გაიხსნა. ის ხო ხილურად, ვიზუალურად ინარჩუნებს პურისა და ღვინის სახეს ზიარება. მაგრამ აქ არ მოხდა ასეთი რამ. დარჩა ისეთი, როგორიც იყო. ესე იგი, იდუმალ გარდასახულია და ხილულად ადამიანურად აღიქმება როგორც პური. და საუკუნეები გავიდა, აი მოვიდა მე-18, მე-19 საუკუნე, როცა
მედიცინა და საზოგადო მეცნიერება დაწინაურდა და ესე იგი რატომღაც მოისურვეს რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ სამედიცინო თუ ეს ჭეშმარიტად ქრისტეს ხორცია კერძოდ და ადამიანური სხეული და ბუნება მიიღო კერძოდ რომელი ნაწილია ადამიანის სხეულისა 2-3ჯერ ჩაატარეს მე-20 საუკუნეშიც მოხდა იგივე ეს ექსპერტიზა ჩაატარეს და აღმოჩნდა ადამიანის გოლის ქსოვილი პირველად რომ წავუკითხე არ დაგიმალავ ცრემლები მომაწვა ყელში მახრჩობდა ეს გასაოცარი რამ ესე იგი ღმერთმა არა მარტო სულითვისი დასდვა არა მარტო ხორცლი განტეხა არა მარტო სისხლი დასხია ყველაზე ძვირფასი გული მოგცა აი ახლაც მეტირება ამას რომ ამო როგორ შეიძლება ასეთი უფალი არ გიყვარდეს ესე იგი ვინ უნდა იყო როგორ უნდა იყო გადაგვარებული ღვთისხელით შექმნილი ადამიანი რომ უფალი არ გიყვარდეს ყველა ამ სიყვარულის გამოვლინებისთვის და ბევრი რამ კიდევ არ ვიცით აქ შესავალში თვით რომ სინამდვილეში ბოლოს შექმნა რა ადამიანისთვის ქმნიდა ყველაფერს მისი ტკბობისთვის მისი სიხარულისთვის მისი სინათლისთვის მანამდე მოგვივლინა წინასწარმეტყველი მართალნი პატრიარქნი უკანასკნელი ზემხოლოჩობილი მას მერეც შემდგომად ქრისტე მაცხოვრი ჯვარცმა აღდგომა ამაღლებისა მოგვივლინა უამრავი წმიდა მამა და ღირსი დედა თუ მოწამე თუ ღმერთ შემოსილი ჩვენი საცხოვრებისათვის რომ ცოცხალი მაგალითები ყოლოდა თვალწინ მაგრამ როგორ არის ნათქვამი ჩვენნაირ ყიანყრალ ადამიანებზე პატივსა შინა იყო კაცი და ვერ გულისხმა ჰყო რა ეხლა პირზე რომ გაკერიათ ყველას მამა გაბრიელი როგორ ვეცეოდით მამა გაბრიელს ხშირად განმიკითხავდით ამუჩად ცილსაც წამებდით მათ შორის სასულიერო პირებიდანაც და ასე შემდეგ ახლა მისმა მიცვალებამ საბოლოოდ დაგვარწმუნა ჩვენ შორის რომ აღარ არის რომ ის იყო ღვთის რჩეული თუმცა ამაზე მინიშნებები იყო მის სიცოცხლეშიც მაგრამ სალოსობით რომელიც მოღვაწეობის ყველაზე რთული სახეა ფარავდა იმ დიდ მადლს რომელიც ღვთისგან ჰქონდა მოპოვებული ასე კი არ არის მამა გიორგი ბასილაძის არ იყოს რომ დაიძინებს ადამიანი გაიღვიძებს და წმინდანია ეს არ ხდება ასეთი ზღაპრები მხოლოდ ზღაპრებში ფოლკლორში უნდა წავიკითხოთ დიდი ტანჯვა წამება დიდი ტკივილები თავისი კერძო გოლგოთა უნდა გაიაროს ადამიანმა რომ ღვთისგან მადლი მიიღოს რაიმე დღევანდელი ადამიანი როგორ არის სრულიად უზრუნველი ჭრიჭინობელას იმიტომ შევადარე შესავალში კაი ჭამა კაი სმა კაი გარყვნილება ესეც მიემატა ჩვენს ქართულ დაცემულ ბუნებას სამშობლოს გაყიდვა ფულის გამო სინდისის ნამუსის ქართველობის ადამიანობის ქრისტესი მე გამკვირვებია როცა ჩემ თავთავჩები ზოგჯერ ყოველ სამაზე რა თქმა უნდა არ ფიქრობ როგორი დიდი სიყვარული და სულგზელება კაცმოყვარება უფალს რომ ასეთ საზიზღარ ადამიანებს გტოვებს ცოცხლებში და მაგონდება ფსალმუნის სიტყვები ასეთებზე ჩვენაირებზე ცის კარსაცა მოსყვედი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისა ეს წამის ყოფა მჭირდება რომ არარაობად ვაქციო მაგრამ გამარჯვებული ვინ დარჩება ეშმაკი რომლის სიხარულია ჩვენი ტანჯვა და გენიაში წამზავნა ღმერთი გარკვეულ დრო და ჟამამდე ითმის გვაძლევს არა მარტო დროს როგორც ესეთი არამედ ჟამს და არა მარტო დრო ჟამს არამედ მადლს რომელიც ქრისტემ მოგვიპოვა დღევანდელ ადამიანს გაზულ უქებულს ღვთისაგან გაუცხოებულს და განდგარს სავსებით არ სჭირდება არაფერი მსგავსი ის ცდილობს დღევანდელი დღით იცხოვროს ამას ესე ქვია დღეს ვიტყვი რომ კონტექსტში ჯდება დღევანდელი მოვლენებისა ჰოპა ამერიკა ევროპა უკან დარჩება შვილო ამერიკაც ევროპაც კავკასიას და ყველაფერს შენი სხეულის აქ დარჩება და სულით გაგატარებენ ზეციური ანგელოზები ამ გზას თუ მეტისმეტად ცოდვილი ხარ არც კი გაივლი პირდაპირ ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს გაგატარებენ 40 გზას და წარგადგენენ სამართლიანი მსაჯულის წინაშე აქ რომ ასეთი ამაყები ვარ ვლანძღავთ ღმერთსაც მის საგალობლებს ეკლესიას პატრიარქს იერარქიას საიდუმლოებებს თქვენ გახსოვთ კოვიდის დროს პლასმასის ყოვზებით შემოგთავაზეს ათეისტებმა საერთოდ ღმერთოები არიან რასერევიან ეკლესიის საქმეში ზოგმა კათოლიკური წესით შემოგთავაზა ზიარება არავინ არ ეკითხება იმათ ეგრეთ წოდებულ პოლიტოლოგებმაც კი რომ მეღიმება ამაზე რა
ბაიბულში არ არიან. რა არის სარწმუნოება? რისთვის დაარსა ეკლესია და რას მოუტანს ადამიანს? და ამ დროს მეტიჩრულად ყოფენ სხვირს ეკლესიაში და გვიწეს ცდილობდნენ თუ გახსოვთ კანონების დაწესებას. მათ შორის ესე იგი რომ ტაძარში არ მოსული ტაძრები დაეკეტათ, პატრიარქი ვერ გატეხეს, მერე მრევლზე დაიწყო მუშაობა და ასე შემდეგ. მერე ესე იგი წირვალოცვებზე ხალხი რატო აქ ხო დადიოდნენ ჩვენ ახსოვს ზოგი გადაცმული წარმოადგენელი უშიშროებისა და ზოგი ფორმიანის პოლიციელები, რომლებიც ბოდიშს მიჰყიდნენ, პირადად მე სხვებთან არ ვიცი რა ხდებოდა, ალბათ იქაც ეს ხდებოდა ბოდიში მამაო მოვალეობას. უთხარი ნოღელავთ მეთქი შვილო. თქვენი მოვალეობა შეასრულეთ, ჩვენსაც. თქვენი მოვალეობა, წესიერება, წესრიგი დაეცვათ. ბრძანება შეასრულოთ. მაგრამ ესეც იცოდა რომ ყველა ბრძანების შესრულება შეიძლება გარდაეცეს, რომელია დაინტერესდებოდნენ ხოლმე. ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ ვინც და რაც მოგიწოდებს, არც ერთი მსგავსი კანონი არ არის სავალდებულო ქრისტიანმა შეასრულოს. რამდენჯერმე ბრევლმა ქადაგების დროს, როცა მათი კრიტიკაც იყო ამ ათეისტების, რომ ეკლესიაში ცხვირს ყოფდნენ, მორწმუნე კეთილ განწყობით, რა თქმა უნდა, ყურში ჩამჩურჩულა, ხან მნათებ, ხან მე დავითნებ, რომ მამაო აქ არიან იწერენ. მე ვიცი, სადაც ხონდა დამაგრებული, ჩამწერები. მე ხმამაღლა უპასუხე, ალალად. ნე და ჩაიწერონ მეთქი და მოუგონე პატრიარქს რომ ხაბურზანია მუშროის მისმა აჩქა, ახალი შემოსული იყო, ახალი ხილი იყო. მობილური ტელევიზორი და არიღებდა პატრიარქი და აიღეთ არის მინებო პატრიარქს რაღაც საოცარი ჰუმორია. რა ვიცი, მთელი ცხოვრება ბაგაზე მნატრობდი ნეტა მისმინონო. რა უნდა დაგვაკლო? თავარია სინდისთან ღმერთად მართალი იყავდა რა. რაზე გამაკრიტიკებე რომ მე წირვა რატო ჩავატარე, თუნდაც კოვიდის დროს და ამ რეჟიმის დროს და რატომ მემასკენი? ვიქადაგე ღვთის სიტყვა? კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით არა ბრავადებით საკუთარ თავზე. წირვის მერე ჯვართაყვანისემას მარხვა იყო მაშინაც, როცა ესე იგი ჩავედი ქვევით, იქ დამხდა ვიცე-პოლკოვნიკი ერთი და მაიორი. ერთი იყო მაღალი ძალზედ, მეორე დაბალი და სრული. სანჩო პანსა მომაგონდა და დონ კიხოტი რა, მოკლედ რო გითხრათ. მაგრამ ბევრად უკეთესები აღმოჩნდნენ. ისე გულუბრყვილო იყო, სანჩოც გულუბრყვილო იყო და ის მეოცნებე იყო რა უბრალოდ. ქარისტის კილებს ებრძოდა. ეს ფიგურალური გამოთქმა სწორედ ამ რომანიდან მოდის. სერვანტესისა. მოკლედ რო თქვა, ჩავედი და ძალიან კაცრი სახე გააკეთა. თქვენი ტერმინით ვიტყვი, კომედიურ ფილმში როა ზელაი როჟუ. გახსოვთ არა? რუსული კომედია. აპატიეთ რუსული ფილმი და რომ მოვიტანეთ ციტატა. რუსოფილები. ვინ რა და აგდებს ამათ შეხედულებებს. ეხლა პირიქით ნახეთ როგორ მოუბრუნდათ. თავად ბიძიასები ამერიკიდან თვითსუქნებს და ეუბნება თქვენ გააჩაღეთ რუსობობია, რუსთმოძულეობა. და მრავალიცა სხვა და თქვენ ალბათ მოისმინეთ ჯეფრი საქსის სიტყვა, ჩემთვის ფრიად პატივსაცემი პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, რომელიც 56 წელიწადი მუშაობდა როგორც ამერიკის უმაღლეს ეშელონებთან, ისე ევროპის, ისე რუსეთის. და არაჩვეულებრივი სიტყვა, გაბედული გარდა ყველაფრისა და ლოგიკურად დასხმული, ესე იგი გამოთქვა მან და როგორც იქ წერია, ესე იგი ტიტრებზე შოკში ჩააგდო ევროპელები. შოკი მაგათ წინელოდებათ. სახელად ქვია გარდაცვალება, მაგათ ენაზე სიკვდილი. ეს შოკი არ არის, ეს არის საშუალება, ამითაც დაფიქრდნენ რაღაცაზე. ომის გამჩაღებლები, მესამე მსოფლიო ომისა. და ლამეს ესე იგი დაკა გაიმართა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის. გახსოვთ არა? ეხლა ხანს იყო ეს. ნახეთ, უნდა ნახოთ ეს. უნდა იცოდეთ რა ხდება ქვეყნიერებაზე. ვისაით მიყავს ადამიანები. ახლა ამაზე არ მინდა სიტყვა განვამცო, მოკლედ დაუბრუნდეთ ჩვენს სერვანტეს. ხო ძალიან კაცრი სახე გაიკეთო და მამაო, ეს რას გავს? რატო წირავ თუ? გამეხილა თან ძალიან კარგ ხასიათზე ვარ წირვიში, რაც არ უნდა დავიღალო. იმიტომ რომ უფალს ვიმსახურებოდი და ჩვენი ბრეული იდგა და ადიდებდა უფალს. ამაზე კარგი რა არის მოწყვრისთვის და სასიამოვნო დაღლით შევხედე და აბა რა უნდა გამეკეთებინა თქვენი საზრით ჯვართამაღლებას მეთქი და არა ვაი კანონი, რომელი კანონი? თქვენ რომ გამოიცით, ეს არის დროებითი კანონი. ხოლო მარადიული კანონი, ღვთიური კანონებით მე რომ სულ ყვდებოდე, უნდა დღეს წირვა ჩამეტარებინა და მადლობა ღმერთს. და აღდგომა საერთოდ ორ ტაძარში ჩატარდა ერთის ნაცვლად. აი როგორ კანონებს არ ვემორჩილებით, რომელიც აშკარად ღმერთის წინააღმდეგ მოგვიწოდებს. დახურეთ ეკლესიები, დირექტივა იყო დასავლეთთან, ფსევდოლიბერალებისგან, ნეოფაშისტებისგან მოსული. დახურეთ ეკლესიები, არ წიროთ, არ იმსა და ეს ხდება დიდ მარხვაში თან.
ესე იგი წყებს მან კეთილმა სულითვისი დასდო ცხოვართათვისო და ხალხი ისედაც იყო შეშინებული კორპუსებში გამოკეტილი ზოგი სასოწარკვეთილებაში და მე ვიცი როცა კოვიდის აფსნეს ეს იზოლაციები კიდე რამდენიმე თვე 1-2 მორწმუნა იყო გამოკეტილი აქედანაც დავინახეთ თუმცა ვიცოდი რა ჩვენ მეურში დადიოდნენ რომ ესენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები აი მერყევები ნერტპილები რომელზეც უფალმა თქვა აღმოგანთქებ ჩემი პირიდან რომ ნერტპილი ადამიანი არ ცხოვრებაში ვარ და არც სასუფეველში შევა ჩვენ რომ ვიცოდეთ მოკლედ გავაგრძელეთ საუბარი მადლობა უფალს იმიტომ რომ მისგანა მაქვს ეს ნიჭი ჯიბეში არ ვეძებ სიტყვებს შვიდა წყნარა თან აზიარები ვიყავი ნახადაგები კარგად ჩამოუყალიბე რა ხდება სინამდვილეში მისტიურ პლანში ხომ მაშინ ბოლოს ეხლა არაფერი ვარ გამოვიდა მოდი ამაზე მაინც მოგვიწერე ხელიო საბუთი იყო შევსებული არ იყო იმედია რამე შეუფერებელს არ ჩაწერთ მეთქი აი სინდისის წინაშე გეუბნებით და მოუწერე ხელი ის რომ წავიდა მე მეორე მაიორი რომელიც იყო მიტრე ხე ვიდე ამას კიდევ რაღაცის თქმა უნდა მეთქი ალბათ და გავჩერდი და შეხვდი რა არის მეთქი შემოკეთილო რას მიტრიალი აქვს მეთქი გარშემო ვერ მიცანი თუ მამაო შევხედე ვერ გიცანი მეო ახალგაზრდა რო ვიყავ სკოლის მოწაფე და სტუდენტი თქვენთან დავდიოდი ქადაგებებზე აბა ბიძაშვილი მამიდაშვილები ყოფილ ვართ მეთქი ეხლა რა არის საგულისხმო ამას თავის ქებით არ ვამბობ იმიტომ რომ აქ ღმერთის დიდებაა არჩილი იქნებოდა პეტრე იოანე არა აქ არსებითი მნიშვნელობა ეს ვიცე-პოლკოვნიკი აღმოჩნდა ჩვენი ერთ-ერთი დედაკაცის აი დგას ხოლმე ნინოს მოიხედეთ აქ ქალბატონო მოიხედეთ აქ ზევით რა ხდება რა ტელეფონების ციმციმია ხო და აი ზორმა დედაკაცია და ფეხით მოდიოდა კოვიდის დროს ფონიჭალიდან რა მანძილია წარმოიდგინეთ თქვენ და აღმოჩნდა რომ მისი ერთ-ერთი მეზობლის მეგობარია ვიცე-პოლკოვნიკი და ასეთი რამ მოვიდა מחარა გაგეხარდებოდა და დიდება უფალს მეთქი რომ 21 საუკუნეში თუ კიდევ იყვნენ ასეთი მღვდლები არ ვიცი თუ ოდესმე მივალ ეკლესიაში ეკლესიის ცხოვრებისთვის ამ მოდელს მივმართავ ისე რომ ვერც ნერი შეგვაწლებინეს და თვითონაც დაფიქრდნენ ეს ისე სიტყვის მასალად როგორც სიტყვიან ხო მოდი დავბრუნდეთ ეს მეოთხეთ მე მგონი თუ არ ვწდები ჩვენს პირველ მშობლებთან ადამ და ევასთან და ვნახოთ წმინდა მამათა მიერ კერძო ნეტარი ავგუსტინეს და იოანე დამასკელისა რას განასახიერებს ცნობადის ხე რა იდუმალი მნიშვნელობა აქვს და რაც ცხოვრების ხე რომელიც ჩვენს სახელოვან ხალხზე ღვთისმშობელ მარიამის და ტილი დახშული წყარო დაბეჭდულზე გამოს აღარ მოვყვები რომ სხვა სიმბოლოები ამბიონს გამოხატავს წმინდა ზიარებას სული წმინდის მადლს იქ ყველაფერი ადრე გვისაუბრეთ თავს აღარ შეგაცნეთ თუ შეიძლება შეგაწყინოთ თავი ღვთიურ საგნებზე საუბრით მასაი რას ამბობს ჩემო საყვარელო ერთ-ერთი წმინდა მამა კერძოდ ნეტარი ავგუსტინე ცნობადის ხესთან დაკავშირებით 64 შუაგულში დანერგული ხე მანამდე იწოდებოდა ხე ცნობადისად კეთილისა და ბოროტის გარჩევისა ვიდრე მისით არჩევდა ადამიანი ღვთისგან მიცემულ ცნებას და გამოცდილების გზით გაიგებდა თუ რა განსხვავება სიკეთესა რომელიც დაკარგა და ბოროტება შორის რომელიც მოიპოვა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხედ იგი სულაც არ იწოდა იმისგან რომ მისგან მიუხედავად აკრძალვისა იგემეს პირიქით თუ კი პირველშობელი მორჩილნიც კი აღმოჩნდებოდნენ და აკრძალვის თანახმად სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ იხმებდნენ არ შეშამდნენ არ იგემებდნენ მაშინ ამ შემთხვევაშიც კი რა თქმა უნდა მისი სახელწოდება სწორედ იმაზე იღაღადებდა თუ რა დაემართებოდა თუ კი მისგან იხმებდნენ ეს იყო გაფრთხილება პირველშობლებისთვის ბოლოს და ბოლოს ესე იგი უფრო კონკრეტულად რო თქვა რატოა ადამიანის სამოთხიდან განდევის ხსენება იმიტომ რომ აგრძალული ხილი იხმია როგორც ფიგურალურ გამოთქმაცაც იქცა ეს სინამდვილე რასაც ადგილი ჰქონდა მაშინ ანუ პირველი მცნება რომელიც უფალმა ღმერთმა ადამიანს მისცა იყო ცნება მარხვის შესახებ ეს მისცა მაშინ როცა თითქოს არანაირი საჭიროება მარხვის არ იყო რადგან ადამიანი სიხარულში და ნეტარებაში იყო აი ეს არის პირველი მცნება რომელიც დააწერა სინდისთან ერთად გულის ფიცარზე როგორც მოციქული ამბობს
მაგრამ ხო ის საოცრება ადამ და ევამ როცა ღმერთმა ისინი ამხილა 64-ში რა იგრძნეს მისი სიახლოვე ნათქვამია ანთროპომორფულად ადამიანურ ენაზე რომ ფეხის ხმა მოესმათ უფალი ძევთვის არ იყო განკაცებული არც ფეხი ჰქონდა არც ხელი და ასე შემდეგ სადღაც დამგაგებით ხელფეხი ადამიანური ჰაბიტუსი არ აქვს უფალს რას ნიშნავს მამათა განმარტებით იგრძნეს ღმერთის სიახლოვე ჩვეულებისავე როგორც აქამდეც გრძნობდნენ როგორ იგრძნეს იმ მადლით რომლითაც დაფარული იყო არა მარტო მათი სული არამედ მათი სხეულიც მაგრამ ამჯერად კი არ გაიხარეს ღმერთის სიახლოვით იმიტომ რომ მისი სიახლოვე სიხარულს და სინათლეს და ნეტარებას მატებდა პირველ ადამიანებს არამედ პირიქით დაიმალე ხის უკან ღმერთმა მოიკითხა ადამი კითხა რატომ არ მიეახლა ღმერთს ჩვენ შიშვლები ვართ ვინ გითხრათ ნახეთ ახლა რა მოხდა არც ერთმა არ ინანა ადამს როცა მოკითხა პასუხი ურჩობისთვის თვითურჩულობისთვის ადამმა თავის მეგობარს თან როგორ თქვა ნახეთ ღმერთს დასტამაცილი შენ რომ მომეცი მეგობრად იმან მაც მითხრა მე რომ მეჭამა ესეც ტყუილია იმიტომ რომ როგორც ესეთი ევას ეს არ უთქვია ევა ნაყოფი მოუტანა უკვე და უთხრა რაც იყო ეს მან მიიღო უთხრა ისიც რომ უგემრიელესი იყო ყველა ნაყოფზე ეს ნაყოფი შენ რომ მეგობარი მომეცი ანუ შენი ბრალი არისო მე რომ ამ დღეში აღმოჩდი მოკლედ რო გითხრა შენ რომ მეგობარი მომეცი მან მითხრა მე ეს ევას რომ მოკითხა პასუხი ევამაც არინანა გველს გადააბრალა გველი ასეთი იერის არის როგორიც დღეს არის ეს წევის შედეგია როგორიც ის არის დღეს ესე იგი ყველაზე გონიერი შემდგომად ადამ და ევასი 64-ში იყო გველი მაგრამ ვიდრე ადამ და ევას აცდუნებდა ნახეთ რა მოემოქმედა ბოროტმა სულმა მზაგვარმა ჯერ გველი აცდუნა რატო სწორედ გველი აი ხო პირველი არის იმიტომ რომ ყველაზე გონიერი იყო ქმნილებათა შორის ადამის შემდგომ მეგობრად იწოდებოდა ადამისა თუ მეგობარს აცდუნებდა მეგობრის მიერ ადვილად აცდუნებდა თავად ევა ბოლო სამისნი ასე ვთქვათ იყო ადამი რომელიც თავად დააწესა პატრონად სულ პატრონად 64-ისა საკუთარი ცოლისა და ასე შემდეგ და ესე იგი სამივე და ესე იგი რა მოხდა მანამდე მეგობარმა ანუ ყველაზე გონიერმა ადამის შემდეგ მიიღო ცდუნება ბოროტისაგან ეშმასაგან შევიდა მასში ეშმაკი დაეუფლა მას და მისი გზით ეზრახებოდა არა ადამს რომელიც უფრო გონიერი იყო და თავდაპირველად შექმნი არამედ ევას ნახეთ რა ეშმაკურად ეკითხება რომ გაიგოს სად არის მათი დაღუპვის საიდუმლოება რაში მდგომარეობა როგორ დაღუპავს ადამ და ევას დღეინდელად დღემდის მიქრისტეს მოსვლამდე ამის წელობაშია ბოროტისული თავისი წვდიადის ანგელოზებთან ერთად რაო ღმერთმა რა გითხრათ რომ არ იხმიო თუ 64-ის ნაყოფი არაო ეს არ უთქვიაო აყვა ევა გულუბრყვილოდ აბა რა გითხრა თუ ჩვენ გითხრა ყველა ნაყოფი იხმიეთ თუ ძალიან გემრიელია ყველაფერი მაგრამ ამ ორი ხიდან ცნობადის და ცხოვრების არიხმეთ რატომ დაეკითხა ეშმაკი იმიტომ რომ როგორც კი ვიხმევთ მაშინმე სიკვდილით მოკვდებით და ისეთი შიში ჰქონდათ ვიდრე გველის ცუნებას დაუწყებდა ადამ და ევას რომ არა თუ არ უხმევიათ ნაყოფი არ გაუსინჯა არც კი შეუხედავთ ამ ორი ხისთვის ღმერთს არ აუგზალია რომ არ უთქვამს რომ არ შეხედოთო მან თქვა არ იხმიოთ მაგრამ ისეთი ღვთისმოშიშები იყვნენ რომ არც კი შეუხედიათ და რა კი გაიგო რითი მოკლავდა ნახეთ გველმა რა უთხრა საკურულად ეს იმიტომ გითხრათ გველმა შურის გამო გითხრათ არ უნდა რომ თქვენც როგორც ღმერთები გახდეთ პირიქით კი არ მოკვდებით ღმერთები გახდებით ევამ გასინჯა უგემრიელესი იყო ვიდრე აქამდე უგემნია ანუ ღვთაებრივ აზრებზეა ლაპარაკი აქ მისტიკურ პლანში და ეს კიდევ უფრო დარწმუნდა რომ გველი სიმართლეს ეუბნებოდა მისი ეგრეთ წოდებული მეგობარი ანუ ეშმაკი სინამდვილეში იმიტომ რომ ძალზედ გემრიელი და ყველაზე უფრო გემრიელი აღმოჩნდა რაც ნაყოფი აქამდე გაუსინჯავს 64-ში ამან დაარწმუნა რომ მართლაც ღმერთმა შურის გამო აუგზავნა მოკრიფა ნაყოფი წაუღო ადამს უთხრა ყველაფერის რაც მოგითხრეთ ადამაც მიიღო პირველი რა დაინახეს საკუთარი ხორციელი არარაობა სიშიშვლე
და ქონდათ რა სინდისი მიცემული, სინდისის ქენჩნა დაეწყოთ. დღეს რა ხდება? დღეს ისეთი პროცესები მიდის, რომ ადამიანი სინდის კარგავს, უსინდისოების საზოგადოება შენდება. ეს ის საზოგადოება, რომელიც ღმერთს უარყოფს საბოლოოდ და ანტიქრისტეს გაამეფებს საკუთარ თავზე და ისეთ ჭირს მოიმკის ამის გამო ღვთისუარყოფელობის აპოსტასიისა, რომ ესე იგი ინატრებს, როდის გათენდება, რომ იქნებ ამ უნუგეშო მდგომარეობიდან გამოვიდეს, არაფერი მსგავსი მოხდება, დაღამდება, ინატრებს, ესე იგი გათენდება, ინატრებს, როდის დაღამდება, ინატრებს, როდის გათენდება. სუიციდი, თვითმკვლელობა გახშირდება. ზომბირებული იქნება ადამიანი, ანუ ყველაზე მთავარს დაუზიანებს ანტიქრისტეს მიერ ეშმაკი, რომელიც მასში შევა და მის მიერ მართავს ამ თუ მართვაფი ამას დაანგრევს სოფლიოსა კაცობრიობას. და ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანს დაანგრევს და გაბზარავს ადამიანში, ხატებას, თავისუფალებას. თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე არჩევანი ადამიანებს აღარ ექნება. ეს იქნება ზომბირებულთა საზოგადოება, უსინდისოთა საზოგადოება, ანტიქრისტეს საზოგადოება. იქით მიყავს ყველა ამ პროცესებს. რაც ხდება, ეხლა არ მინდა თავიდან დავიწყო გავანალიზოთ, არათუ ძველი, აი თუნდაც უახლოესი მოვლენები რაც ხდება, მაგალითად პარიზის ოლიმპიადა, ეს ომი, ყველა თავისი პერიპეტიებით, უკიდურესი აღვირახსნილობა ფსევდოლიბერალების, ამ კასტმოძულეების, ამ ნეოფაშისტების, რომელიც ცდილობს კულტი საქართველოში მოიქნიოს 30 წელიწადი თითქმის ამზადებდა თავის დასაყრდენს და მიაღწია. აი გამოდიან ყინვა, თოვლია და ჩვენ არ მოშინია. გაუხმოვანეს რამდენს იღებენ ერთ დღე-დაღამეში 120 ევროს. აი ეს რუსული დაზვერვა. რუსული არ გჯერათ? მაშინ მოდი ამერიკულის ხო გჯერათ? სწორედ ჯეფრი საქსმა განაცხადა მათ შორის ესეც. მაგალითად მაიდანი როცა ხდებოდა უკრაინაში, რამდენს აძლევდნენ და რომ აძლევდნენ თანხას იქ გამოსვლისთვის. ესენიც ისინი არიან. თქვენ რომ იცოდეთ. ამიტომ ვამბობ მე არა დაცინვი და ასე შემდეგ გაღიზიანებ. მებრალებიან, ჩვენი ერისშვილები არიან, ჩვენი სისხლისანი არიან და ასე საზღვრად იქცევიან ანტიღვთიურად, ანტიქართულად, ანტიადამიანურად. და პირდაპირ მოგიწოდებენ, ესე იგი წარმოიდგინეთ გადატანითი მნიშვნელობით რო თქვა რომ მამა დედა ყავს არა? მოგიწოდებენ რომ ყველანაირ ბოიკოტი გამოუცხადე, გაფიცვა, დაელაპარაკო, ხმა არ გასცე, არ მოუარო, არ მიხედო, არც ასე, არც ისე, არც სულიერად, არც ხორციელად, არც ანუგეშო. ბოლოს რომ დასუსტება, ხელისუფლება შერცხვება. გისმით თქვენ, რაზე წამსვლელები არიან ესენი. მაგათ ტვინი აქ თუ აქ საერთოდ ეგეთ საკითხავენ დაბანკული. კიდევ როგორ? აი ეს რიტუალები რა არის? მოკლედ ოკულტური რიტუალები რო ტარდება. ეშმაკს თავიანთ მამას მოუწოდებენ რომ დაეუფლოს ამათ. და დაუფლებული არ არის მათი მოქმედებიდან გამომდინარე, უფალი ამბობს, ხენაყოფით შეიცნობაო. მაგათ მოქმედებას, აზროვნებას, მე გარკვეული კადრებია კიდე ესე გავრცელებული, როგორ წივიან, როგორ კივიან, ნუ სულთა ესე იგი თავი მეგონა 100-იანზე რო უყურე პირველად. და მერმე ესე იგი როგორ იგინებიან. და ღმერთსაც აგინებენ, პატრიარქსა, საგალობელს. ვინ არიან? ზოგი არის ლესბიანკა, ლესბოსელი, ზოგია ტრანსგენდერი, უკვე სახეებსაც ცნობთ. და ამ ყველაფერში ისინი იღებენ გასამსჯელოს დასავლეთიდან, თავიანთი უფროსი ძმებისგან. გელი მოკლავს თუ მგლისფერი ამიშლობა, ჩრდილოეთი დაღუპავს თუ დასავლეთი რა ბედენა არ უნდა დაიღუპო. მაგრამ ესეც აღარ უნდა. ხამის კლუბებიდან არიან გამოსულები. მოგიგონოთ დაახლოებით ერთი თვის წინ ღამის კლუბებმა განცხადება გააკეთეს, რომ ხალხი აღარ დადის. სად დადიან ისინი? უკეთესი შემოსავლის წყარო ნახეს. ქუჩებში თან სახალხო სეირნობა გამართული, ლაღმობენ, მიედებიან, მოედებიან, სვამენ. რამდენიმე ესე იგი თქვენი წით მოიწამლა სპირტიანი სასმელები და სასრაფოთი იქნა წაყვანილი. იქ ხშირად ყრია ესე იგი ამათი ნამოქმედარი ნარკოტიკებისა. ან ნორმალური ადამიანი შეიძლება თვალებში ესროდეს ადამიანს, პოლიციელია თუ ვინც არ უნდა, ან ჟურნალისტი, რა მნიშვნელობა აქვს? წვავდეს მთავრობის სასახლეს. ესენი არიან კი არ ვაზვიედებ, როგორც მოდელი ვამბობ, ჩვენი თვალსაზრისით ესენი არიან შეპყრობილები. პირველ ყოვლისა რითი? ვერცხლის მოყვარეობა, რომელიც როგორც პავლე მოციქული ამბობს, ძირია ყოველგვარი ბოროტებისა. და მერმე სხვა მიმყოლი ბნებებით. იმიტომ აქ გითხარით შესავალში,
რა უმთავრესი უნდა რომ გამოყვეს, მაგრამ ამ პარტავნებიდან იწყებს ყველაფერს დასაბავს. აი მაგალითად, ჩვენს გადაგებზეც 1-2-ს ეწერა, რომ ებას ქვია აბოლებს ხალხს. ნეტა მთელი საქართველო დამაბოლებინა სახარების სიტყვით. აბა მეტი რა უთხრა, მათენაზე ვეუბნები ამ საცუდავებს. ეხლა იტყვით, მამა, თქვენი პირადი რა უნდა იყოს, მაგას აკიდა შილო, შენგან გასვლები, დიდი ხანია გამოვედი. ჩემზე არც ქება მოქმედებს, მადლობა უყავს, არც ზაგება. გარდა მაგისა, ჩვენი წინაპრების სიბრძნეთა საზრდოობა, საღალი ყებს, ფარა მიდის, ქრისტეს ფარა. რიბლი. საღლს რატომ შეგადარე, ანდაზაში რომ არის ნათქვამი, ქრისტემ შეგადარა. ყველა უღმერთოს უწოდა ზაღლი ერთ-ერთ ქადაგებაში. და ყველა სექტაც უწოდა ღორი, როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს მაცხოვრის ამ სიტყვას. ეხლა მოდით რა, გაასამართლეთ იოანე ოქროპირი და სხვანი და წმინდა წერილი და მოციქულები რატომ თქვენს და თავად უფალი ღმერთი და გასამართლებული არა ყავთ თქვენი საქციელიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე. საკუთარ თავს და სულს თუ დაიზიანებ შვილო. საქართველოს იცით რატო ვერ დააზიანებ საბოლოოდ. ასეთია წინასწარმეტყველება. ხან მოკლე დევნა ამობენ წმინდა წინასწარმეტყველები ენუქი, ელია, იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც შვილობლად უყურთხა და გამოგზავნეს ბოლოშამ საქართველოში წინასწარმეტყველებენ. ლავრენტი ჩერნიგოველის ერთ რამეში არ გამიმართლა რუსია ლავრენტი ბოდიში თქვენთან. აი ამ ლავრენტის გამოეცხადნენ და ამცნეს ბოლო ჟამზე მათ შორის რუსეთზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, ყველაფერი რაც ხდება, ბევრი აღარ მინდა თქვა. და ნათქვამია რომ თიშ ასეთი რამ ციტატა მომაქვს. ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, რომლის უკანასკნელი განმანათლებელი თავად იოანე ღვთისმეტყველი იქნება, შვილობილი ღვთისმშობლისაგან წარმოგზავნილი საქართველოში, აქაც იქნება ხანმოკლედები. აი ამ პროცესში ვართ ახლა. მეტი რაღა გინდა, ახლა ევროპა გემუქრება პატარა საქართველოსთან უნდა დავიწყოთ, ჩვენი ღირსება რა ყოფილა, ესე იგი სუსტი ძალგულოვანი რომ სუსტ დაამცირებ, ეს ყოფილა ღირსება. იმენაზე ლაპარაკობენ როგორც პედარასტები რა. ესე იგი პრაიმ პარადებს ამ ამორალური ხალხისას ღირსების პარადს უწოდებენ. გაგეცინება სადაკ მამათმავალს, ლესბოსელს, ტრანსგრესებს ღირსება სადაკ. ესმით ყია სიტყვა ღირსება რას ნიშნავს. ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომ ასეთებს ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინათ უთხრა უფალმა, თქვენი მამა არის სატანა, სიცრუის მამა. და როგორ ტირაჟირებენ ამ სიცრუით. თუნდაც ესენი ფსევდო მედია როიწეს ვითომ რაღაც ფაქტებს და ტყუილებია ყველაფერი სინამდვილეში. აი ახლა ხალხს უბედურება გურიაში დასავლეთის საზოგადო, ვისაც შეუძლია ეხმარება ხელისუფლება, კერძო პირების, ესენი ეცებენ ვიღაცა ნახონ და რაღაც საწინააღმდეგო თქვას. და ვინ არიან? მაგათი მომხრეები არიან. ერთი გურული ქალი, რა კი გურია ვახსენე, რომ გამოდის პატარა პუტკუნა ქალი რო იყო. ესე იგი და გურუ კილოზე ლაპარაკობდნენ, რომ ამეთქდა მე ქართველია ვარ და ზამ ჭახეთ მესმის დასავლური კილო და ისე როგორც ჩვენი ალბათ თქვენ. და ესე იგი ქეს გაჭმევსო. მოგივლის. მოგეფერება. სხვა რა გინდაო? ეს ყოფილა ყველაფერი. ეს მამაძაღლები მომეფერებია რომ ბოლო მომიღონ. და ჩემი საქართველო უნდა თავიანთი კარც მალავენ გეოპოლიტიკური მდებარეობით. ეს ვინ არის? ესე იგი ეს არის სასმელზე გაყიდული ადამიანები. ფულზე საცუდავი ადამიანები. მე ხშირად მithქვამს და არ შევილან არ გავიმეორო. იუდა ისკარიოტელი ამათან შედარებით კიდევ პატიოსანი იყო. 33 ვერცხლია იყო და დღეღამეში 100 ევროს იღებენ. და დოლარები რამდენია ჯერ არ ვიცი. ერთმა მათგანმა წამოიკნავდა ამათგან. რა ესე იგი რომელია ეს? ყველა ერთნაირია რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია და რა გვარია. ჩვენ რომ გითხრა დასავლეთმა რომ თქვა რომ 42 მილიონი უნდა გადაგვერიცხა სახელმწიფოსთვის რომ აქაური ხელისუფლების და არავა ეხლა არა სამთავროს ვიცი და რატომ არ გვაძლევსო? გესმით თავისი პირით ლაპარაკობს ვინ არის და გაყიდული რო არის. ეხლა ბოლო მოწოდებით 1,400,000 და 1,900,000 უნდა გადმოურიცხონ ამათ. გასაგებია რისთვისაც. რა თუნდა ამას განმარტებები, რომ მეტად არიან საზოგადოება და უპირისპირო ხელი დაამხო მათთვის და ეს ჯაფრი საქსმაც უთხრა და ამერიკის შეერთებულ დღევანდელმა დივანმაც და სხვებმაც აი ეს დიფსეიდი რო არის და
USAID და ყველა ესენი ამას ემსახურებოდნენ, რომ როგორ აერიათ, როგორ დაემხოთ ხელისუფლება აფრიკაში. კონკრეტულად ჩამოუთვალა საქმე, რომელ ქვეყანაში რა გააკეთეს მათ. სად დაამხეს ადამ ჰუსეინიც იგულისხმება. კაცი ჩამოახვჩეს ქვეყნის პრეზიდენტი. ფეხქვეშ ამოიდეს ქვეყანა, იავარყო, ესეც ღატაკი ქვეყანა იყო. სულ გააღარიბეს, ნავთობი გადაკაჩეს, რა თქმა უნდა, ეკაჩებია დღესაც იქ დასავლეთის სხვის ნავთობს, რომელიც ესე იგი ხელისუფლება დაუმხეს, პრეზიდენტი ჩამოახვჩეს 21 საუკუნეში, რო კითხო ყველაზე ცივილიზებულები არიან. და რა აღმოჩნდა? რასაც აბრალებდნენ, დღემდე ვერ იპოვეს. ქიმიურ იარაღს აწარმოებს, ვერ იპოვეს. ბუნებაში არ არის ასეთი და ასე იპოვე ქერახში. ხედავთ თქვენ ვინ არიან ესე. და მაგრამ ყველაზე კურიოზული რა იყო, იცით? სწორედ მაშინ, როცა ქიმიური იარაღს ეძებდნენ ერაყში, ნიუ-იორკის გარეუბანში აღმოჩნდა 10 ტონობით მეორე მსოფლიო ომიდან დამარხული ქიმიური იარაღი და თუ გახსოვთ ამბიონზე თქვი რა კი ქვეყანა იავარყეს, მოდი ახლა შევუდიოთ ამერიკას. თურმე იქ აღმოჩნდა ქიმიური იარაღი. სულაც ეძებდნენ და სხვაგან ეძებდნენ. იმიტომ რომ შუბი ხალთაში არ იმალება. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. წამოვალ მაინც ვახსენებ. ნუ გულსატკენია. ჩვენი ძმები არიან, ჩვენი სისხლი და ხორცი არიან და როგორ უნდა იყვნენ გადაგვარებულები და მთელი 3 ათეული წელი მუშაობდნენ მათზე, რომ ასე გადაგვარდეს ადამიანი. მოიძულოს ეკლესიაც, მოიძულოს საკუთარი ერისა და ქვეყანაც. მოდით ეხლა სხვა მამას იოანე დამასკელს მიუყრათ ყური ეს ნეტარმა ავგუსტინე ცნობადისხე განმარტა, ხოლო როგორ განმარტავს წმინდა იოანე დამასკელი, რომელიც ქრისტიანობის არისტოტელად მოიაზრა იწოდება, რომელმაც პირველმა მოახდინა ქრისტიანული სწავლების სისტემატიზაცია. წიგნში არის შეკრებილი, რომელსაც ქვია მართლმადიდებლობის ზედმიწევნითი გადმოცემა. აი რა არის ნათქვამი წმინდა იოანე დამასკელთან. ხელშეუხებისა ზოგიერთები გრძნობისმიერად წარმოიდგენენ სამოთხეს, სხვანი სულიერად. მე ვგონებ, რომ რამდენადაც ადამიანი შექმნილი იყო ერთდროულად ხორციელ და სულიერ არსებად, ასევე მისი უწმინდესი ხვედრი იყო გრძნობისმიერიც და სულიერიც და ორი მხარე ჰქონდა. რამე თუ სხეულით ადამიანი, როგორც ვთქვით, ბინადრობდა უღვთაებრივეს და უშვენიერეს ადგილას, ერთოდ ედებადის სამოთხეში. სულით კი შეუდარებლად უფრო მაღალსა და შეუდარებლად უფრო მშვენიერ ადგილას ცხოვრობდა. ღმერთი მასში იყო, ის ღმერთში იყო. როგორც ვთქვი და მესამედ ვიმეორებ, არათუ სული სხეულიც კი ღვთის დიდებით ჰქონდა დაფარული. რადგან ჰქონდა რა საცხოვრისად, მასში დავანებული ღმერთი და შემოსილი იყო მით, ანუ ღმერთ შემოსილი იყო პირველი ადამიანი. როგორც ნათელი კვართით, ისე იყო უფლის დიდებით დაფარული. დაფარული მისი მადლით, ანუ ღვთისა, დამტკბარი, რომელიღაც ახალი ანგელოზის მსგავსად, მხოლოდ მისი უტყმესი ჭვრეტის ნაყოფი და მისით საზრდოებელი, მისი სიხარულის ნეტარების სინათლის წყარო იყო ის, რომ ის უფალს ჭვრეტდა. რა არის ჯოჯოქეთი? რატოა დიდი ტანჯვა? რატოა წარწმედა? იმიტომ რომ ადამიანი იქ ვერ ჭვრეტს, რადგან ღმერთის ჯოჯოხეთში არ მოიაზრება, ვერ ჭვრეტს იესო ქრისტეს ღვთაებრივ პირისახეს. იესო ქრისტეს ჭვრეტა მისი ღვთიური პირისახისა, როგორც წმინდა ადამიანებისთვის, ასევე ანგელოზებისთვის არის დაუსრულებელი წყარო ნეტარებისა. არაფერი მსგავსი არ არის ჯოჯოხეთში. და ეს სამართლიანად იწოდება ხელცხოვრებისა, რამე თუ ღვთაებრივი ზიარების სიტყვება სიცოცხლეს ანიჭებს მას, ვინც ამის ღირსი შექმნილა, სიცოცხლეს, რომელიც სიკვდილით არ წყდება. და არ დაიცვეს რა ეს ცნება, დაკარგეს სამოთხე. ყოველ დღე გააძევა რა სამოთხიდან, არა ღმერთმა იმდენად თვითყვი, არამედ საკუთარმა თვითრჩულობა მოდიოდნენ სამოთხის კართან, სადაც ღმერთმა ჩააყენა ზეციური ქერაბინი და ცეცხლი იქცევისი, რომელიც მიმოიქცეოდა და არ აძლევდა საშუალებას სამოთხეში დაბრუნებისა და ტიროდნენ თავიანთ შეცდომას იქიდან აქამდე. როგორც დიდი ბასილი ამბობს, კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი, კაბადოკიელი ქართველი, როგორც ეს წმინდა მამა ამბობს, მარხვის გატეხვა და უნანელობა სამოთხე დაგვაკარგინა ადამიანებს. მარხვა და სინანული დაგვაბრუნებს სამოთხეში.
სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. მართლა ლოცა საეკლესიო ეკლესიურობა ზოგადად ეს ღმერთმა მოიტანა, რომელიც ამბობს, მე ვარ საყვარელო გზა, ცხოვრება, ჭეშმარიტება, მე ვარ კარი სამოთხისა, სხვა კარი ორს ხშირად მithქვას სამოთხის არ დააჩნია. აი ეს მართვა კერძოდ რომელიც მოგვიახლა, რასთან არის დაკავშირებული პირველ ყოვლისა. რა თქმა უნდა სინანულთან, მაგრამ უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, ერთხელაც უფალი იესო ქრისტესთან მივიდნენ წიგნობა ფარისევლები და მე მოციქულებიც აიყოლიეს და კითხეს ამათაც. რატო არის რომ ნათლისმცემლის მოწაფეები მარხულობენ, ფარისევლები მარხულობენ წიგნობა, ჩვენ რატომ არ მარხულობ? ქრისტემ იგავურად უპასუხა, როგორ შეიძლება სიძე ქორწილში იყოს და გლოვა იწყო. პირიქით სიხარულს მისცემიან ყველანი. ანუ თავისთავი იგულისხმება, ვიდრე მე თქვენთანა ვარ, მარხვა არ იგების. მე ვარ თქვენი საფარველი, ვინც მომცა მამამ, არავინ წარწმიდა გარდა წარწმედისისა იუდას გულისხმობდა. მაგრამ დაადგება დრო, სიძეს აამაღლებენ, გულისხმობა გოლგოთაზე, ჯვარზე აამაღლებენ. აი მერმე კი დაწესდება მარხვა. ეს მარხვა, დიდ მარხვა, უფლის ამ სიტყვებს უკავშირდება და უფლის ეს სიტყვები არის წინასწარმეტყველება ამ მარხაზე, როგორც წმინდა მამები განმარტავენ. გარდა ამ მარხვისა, ეკლესიამ დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა და დაგვიწესა 4 განსაკუთრებული მარხვა. ეს არის ქრისტეშობის მარხვა, რომელიც გარდავლეთ, სხვანაირად ფილიპეს მარხვა ქვია, სხვა შორის ეს ფილიპეს დისხსენება არის მარიამნასი, წმინდა მარიამნასი. ამხელა სიგრძით ის არ ყოფილა მოცულობით ეს ქრისტეშობის მარხვა. არამედ ფილიპე მოციქული როცა აწამებდნენ, მან ესე იგი შეურაცხყო თავისი ჯალათი. და ესე იგი მერმე და მერე მოწამეობით აღესრულა. ყველაზე დიდი მცნება აღასრულა, ეწამა, მაგრამ ხო ის საოცრება. ცოტა ხნის შემდგომ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა, რომ ღმერთმა სამოთხეში არ დამიშვა იმის გამო, რომ შეურაცხყვეთ ჩემი ტარვალი, ტაჯველი. და სთხოვა, რომ ველოცად მისთვის მოციქულები შეითქმნენ, იმარხულეს, როგორც მახსოვს, თავიდან ერთ კვირამდე დაახლოებით, იმარხულეს მკაცრად, ილოცეს ფილიპესთვის და შემდეგ გამოეცხადა კვლავ ერთხელ ფილიპე მოციქული და ახარა. თქვენი ლოცვით და მარხვით ღმერთმა შემინდო ეს სოდვას და ღირსი გამხავდა. აი მე იქიდან დაწესდა ფილიპეს მარხვა ერქვა თავიდან მერმე და მერმე დროთა განმავლობაში გაიზარდა, ასე იგი წესგანგებად შეიქმნა ამ მარხვისა და საბოლოოდ ეწოდა ქრისტეშობის მარხვა. იმიტომ რომ ეს მარხვა 40-იანი უკვე მთავრდება ქრისტეშობის საუფლო დღესასწაულით. დიდ მარხვაზე მოგახსენებ, მოციქულებს რაც შეეხებათ, იმდენად დიდი იყო პეტრესა და პავლეს თაყვანისცემა და პატივისცემა მათსავე სიცოცხლეში, რომ ერთ-ერთი გადმოცემით მათ სიცოცხლეში დაწესდა, სხვა გადმოცემით მალევე მათი მოწამეობრივი აღსასრული. შემდეგ დაწესდა პეტრე პავლეს მარხვა, რომელიც ყოველთვის დამოკიდებული არის აღდგომაზე. როდის არის აღდგომა? აქედან გამომდინარე, მოცულობით არ არის მდგრადი, ხან არის ძალზე ვრცელი. აი წელს როგორც ვიცი, თითქმის 40 დღე გაგრძელდება პეტრე პავლოვის მარხვა. ასე ვთქვათ, ადრე არის 20 აპრილს აღდგომა. ხოლო ზოგჯერ შეიძლება მე ჩემ გლობაში მახსოვს, დიდუბეში მსახურობდი, 3, 4 თუ 5 დღე გაგრძელა პეტრე პავლოვის მარხვა. მხოლოდ, იმიტომ რომ გვიან იყო მარხვა. გვიან და ადრე არაფერი არ არის, ყველაფერი თავის დროზე არის, იმიტომ რომ ცეცხლი გადმდის მაშინ, როცა არის ეკლესიისგან დაწესებული, ესე იგი გაზაფხულის ბუნიობაზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ. მერმე დაწესებული ამას გარდა ორკვირიანი მარხვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისა. თვითონი მარხვის დაწესებას თავისი აზრი აქვს, თავისი ისტორია აქვს, წარმომავლობა და ასე შემდეგ. და ჩვენთვის არის სავალდებულო. ისე როგორც არის ცალკეული მარხვები 4 პარასკევისა ქრისტესხნელი ვნებების გასახსენებლად. ასე ვთქვათ 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთისა და სხვა. დაახლოებით წელიწადზე ნახევარზე ოდნავ მეტი არის მარხვა. ეს არის კარგი ვნებებისაგან განსაცმელი და გარდა მაგისა მონეტას ორი მხარე აქვს, ჯანმრთელობისთვისაც არის კარგი. ასეც ყოფილა, მე როგორც მგდელი ვაგვირდები, რომ მარხვის დროს ადამიანები საკმაოდ სერიოზული დაავადებებისგან განკურნებულან. იმიტომ რომ ამ დროს ნივთიერებათაც უკეთესდება და სხვა. აი ხო მაგალითად მე დიაბეტი რომ მაქვს, მარხვის დროს უფრო კარგად ვარ, ვიდრე როცა ხსნილია. ამასაც აქვს მნიშვნელობა. ამას გარდა დასასრულ მინდა რამოდენიმე მაგალითი ეპიზოდი მოგიყვანოთ წმინდათა ცხოვრებიდან მარხვასთან დაკავშირებით, ყური მიუპრათ რა არის სინამდვილეში მარხვა, როგორია ის მარხვა, რომელსაც მარხულობდნენ წმინდა მამები. ჩვენი მარხვა რა არის?
ეხლა უკვე გონებაში ვანგარიშოთ, ესე იგი სამარხო ნამსხარი უნდა გამოვიდეს, ესე იგი ნაპროვანება, გემოთმოყარება. ზოგს ისეთი მდიდრული სუფრა აქვს მარხვაში, რომ ის ზოგიერთებს, სხვა ზოგიერთებს ხსნილშიც არა აქვთ. ეს არ არის მარხვა. ეს არის თავის მოტყუება. ზოგი უყურებს მარხვას როგორც დიეტას. არც ეს არის შეურაცხყოფა მარხვისა. მოდით ვიკითხოთ, რატომ დაგვიწეს ეს მარხვა საზოგადო. ჯერ იქ ვნახეთ, რომ პირველ მცნებად მარხვა მოგცა და მარხვის დაგვემა დაგაგვარდინა. გარდა ამისა, უფალი როცა ხორჩი მოვიდა, რასაუნს ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში. ეს როცა ვერ განკურნა ეს ერთ-ერთი ყრმა, რომელიც ავზნიანი იყო. ფერიცვალები და რო დაბრუნდა, რატომ სხვები განკურნეთ მოციქულები? ეს ვერ განკურნეთ. ხო მოგვეცი მადრიდად ძალა, რატო ის ვერ განკურნეთ? არის ეშმაკთა შორის ისეთი ნათესავი ეშმაკის, რომელიც მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადის ადამიანი. ზოგიერთები მამა უცი რომ მარხვაში მეწყება სხვების განკითხვა. უпроსტად ცუდად ვარ მარხვაში. აი ერთ-ერთი მიზეზი არის რომ განიკითხავ. იმიტომ ხარ ცუდად. ბოროტი ძალას ისხავს. ან ნაკროვანებას ეძლევი ეს იწვევს და გემოთმოყარება მეტად თუ მოსმური ხარ, ანუ სასმელსაც აყოლებ, ეს იწვევს ნებების აშლას. ამაზე პავლე მოციქული გვასწავლის. კი გვასწავლის უფალი და მისი ეკლესია, მაგრამ ჩვენ არაფერს არ ვიცით. ჩვენ ზიან ნათქვამი მარტივად რო გითხრათ, ერთ ყურში შეგვდის და მეორე ყურიდან ტოვებს ნათქვამი. არაფერია. არ დაიღება ეკლესიის მასწავლებელი თუ ქადაგებელი სწავლები და საბოლოოდ ყველა თავისას მიიღებს. თქმელიც და გამგონეც. ესეთი უჩვეულო მაგალითები რამოდენიმე მინდა მოგიყვანოთ პატერიკული მოთხრობებიდან. მაშამსა შინა ადრეულ შუა საუკუნეებში ორი სულიერი მამაშვილი ცხოვრობდა, ბერი, სილუანი და ზაქარია. ერთხელაც მოუწიათ მათ ღრმა უდაბნოში წასულიყვნენ სხვა უდაბნოში და რამოდენიმე დღე და ღამე დახვეს იქ, იმათი ცხოვრების წესი ცხოვრობდნენ, რაც ტიპიკონი ჰქონდათ, ისინი თავს უხრიდნენ. წამოსვლის წინ ტრაპეზი დაუგეს, მცირეოდენი, ნუგეშინის ცემა ქვია ბერების ენაზე. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? სანამ იქ იყვნენ, არც იმათ უჭამიათ რამე და არც ამათ. და ესე იგი, წამოსვლის წინ გაცილების ჟამს დაუგეს მცირეოდენი ნუგეშინ ხალეული წყალი, ეს დიდი რა შეიძლება 1-2 ჭიქა ღვინოს, ეს ხდებოდა ხოლმე და მადლობით მიიღო მოძღვარმა, სულიერმა მამამ სილუანმა და აკურთხა თავისი მოწაფე ზაქარია, რომ ყველაფერი მადლობით მიიღო. უკარო წამოვიდნენ, გზაში მოწყურდა მოწაფეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1-2 ჭიქა ღვინოს დალია და ამან პირის სიმშრალე იცის. და ესე იგი წყაროს თვალს წააწდა გახარებული და ის იყო უნდა დასაკეთო. მამა უთხრა რა საკეთებ, დღეს მარხვაო. მოწაფეს გაუკვირდა. როგორ? დილით არ იყო მარხვა, იქ რო დაგვიგეს უფრა. იქ ჩვენ სტუმრად ვიყავით, იმათ წესზე ვიყავით, როგორც მარხვით, ისე ტრაპეზით. ახლა ვიღვიძისო საამისო. ცალკე ვართ, არავინ არ არის აქ. მოწმე და ჩვენ უნდა ვიმარხულოთ. ესე იგი წარმოგიდგენთ, რომ წავიკითხე გამიგვიდა. წყლის დალევა თითქოს ერთგვარად მარხვით ყოველ შემთხვევაში ასკეტური მარხვის გატეხვა იყო. დიახ, წყალსაც ზომა-წონით სვავდნენ წმინდა მამები. თქვენ იცით, რომ დიდხანს ადამიანს უწყლობა არ შეუძლია, გაუწყლოება ხდება ორგანიზმში და მე სიკვდილით და დაავადებით და სიკვდილითაც ემუქრება. მაგრამ იყვნენ მამები, ესე ავიღოთ ორიოდეს ისინი ხსენება ილარიონ ქართველის, შიობას, ახალის, ყანჩაველის. გასაოცარი ასკეტი, ერთ-ერთი დიდი ასკეტი ბოლო ჟამისა. და ათონელმა ბერძენმა ბერებმა იხილეს, მისი სენაკიდან ცეცხლოვანი ბურთი ამოვარდა. და როცა მივიდნენ, ნახა რომ ახალი გარდაცვლილი იყო, თბილი იყო სხეულიც. ძალიან დიდი წმინდა მამა იყო. ისინი ზომა-წონით იღებდა საჭმელ სასმელსაც კი და ეძინა ძალზე ცოტა. იყვნენ მამები, მაგრამ პიმერი დიდი საერთოდ არ წვებოდა სარეცელზე. მიყვდებული იყო კედელზე 2-3 საათი. ზოგი ჩდებოდა და ასე ისვენებდა და თვლემდა თუ იძინებდა. და ჩვენ აღარ ვიცით რა გვერდები გვტყვია ამდენი ძილისგან. ზოგი ისეთია თქვენ შორის აღსარებებში მომისმენია, ჩვენი ჩვილი ბავშვები რომ ჩავაბათ აკვანში, ამდენს ვერ დაიძინებენ, ვერ გაძლებენ. იტირებენ. და ესე იგი წარმოიდგინე ადამიანი, ქრისტიანი, რომელსაც ძინავს პირველ 2 საათამდე. მეორე მხრივ რა არის? სიახლე, თანამედროვე. ღამე ჩქეფარე ცხოვრებას მისცემიან, ღამის ბარებში, რესტორნებში, გასართობებში და ასე შემდეგ, პოკერ კლუბებში და არ ვიცი კიდე მიეთმოეთი რა არის ამათი და მე დღე ძინავთ. მთელი დღე, ზოგჯერ საღამომდე. ესეც არასწორია, ბიოლოგიური რიტმი ერღვევათ.
თქვენ როგორ გონიათ ჩვენი პატრიარქი, ჩვენი მოყვარული мама ტყუილა ამაოდა უბრალოდ გეუბნება რომ ეცადეთ საღამოს 10 საათზე თუ გაქვთ ამის საშუალება მოისვენოთ, დაიძინოთ და დილით ადრე ადგეთ. ეს მოქმედებს ბიოლოგიურ რიტმზე, მოქმედებს ჟამთელობაზე. საერთოდ ვისაც ცოტას დინავს და ადრე დგება, ადრე წვება, ადრე დგება, უფრო დიდხანს ცოცხლობს და არის ენერგიული ადამიანი. ახლა ეს ზარმაცი რომ დაიძინეს, ღამე იქ იქნება და საღამომდე წინავს მეორე დღეს, რისი გამკეთებელია რა, უბრალოდ გეუბნებით რა. სულ ზლაზმითა და ზოზინით თუ ნააკეთოს, თუ კი რამეს გააკეთებს საერთოდ. აი მაკარი დიდი, ასევე დიდი ასკეტი მამა. როდესაც მაკარი დიდს ნუგეშილის თემა შესთავაზებდნენ, განდეგილი იყო. მათ შორის ღვინოს ბერების ნაწილი საერთოდ არ სვამდა ღვინოს. მაკარი დიდი დალებდა. ერთ ჭიქას მიაწოდებდნენ, ერთს დალებდა, ორს, სამს, მაგრამ შემდეგი დღეები თუ ერთი ჭიქა დალია, მთელი დღე არ სვამდა, თუ ორი ჭიქა დალია, ორი დღე და ღამე არ სვამდა, სამი და ასე შემდეგ. ეხლა ყურებით ვხვით ეს აქ ზოგიერთებმა და მასკეტიც უსვამთ, ჩვენ რატო არ შეიძლება თუ თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მაგარი მერმე იქცევდა, კი ბატონო, გაქვთ ლოცვა კურთხება თავად წმინდა მაგარისგან. ერთხელ ეს წმინდა მაგარი ნებები ებრძოდა სიძვით, აი როგორ წავიდა მოძებნა ნილოს მდინარე ნილოსთან ჭაობი, ჩავიდა და დაიკბინა რამდენიმე დღე და იდგა ჭაობში. ყოღუებმა დაკბინეს მუსკატებმა, ძალიან დიდი ყოღუები იყო. და როცა დაბრუნდა, არ ვიცი, დაახლოებით 2 კვირა იყო იქ და იესოს ლოცვას აღუვლენდა უფალს აი ესეთ მდგომარეობაში. როცა დაბრუნდა, ის იყო დაკბენილი და დასიებული, უბრალოდ ვერ იცნეს ბერებმა. და მხოლოდ ხმაზე გაიცნეს, რომ ეს იყო ნამდვილად მაგარი. თუ თქვენ მის ასკეტურ ცხოვრებას ვიბრძოთ, კეთილი და პატიოსანი მარფაში წინ მოგცეთ კურთხევას, რომ დალიოთ ღვინო. მერმე, აი ერთ-ერთი სხვა ასევე დიდი мама ღმერთშემოსილი მეგვიპტელი, პაფრუდი მეგვიპტელი. ერთხელ მონასტრის საქმეზე მიდიოდა გზად, გზის მონაკვეთი ტყეში გადიოდა. იქ ავაზაკები ისდნენ, ხრეობდნენ, კეიფობდნენ. ატამანმა თქვა, მე ვიცი რომ ამა და ამ დროს ესა და ეს ბერი ვიღაც პაფნუდი გამოივლის ხომი აქ. მოდით ეხლა შევთავაზოთ ღვინო დაგვილიოსო. და მართლა როცა ჩაუარა გვერდით, შეჭერა ატამანმა მოუხმო და უთხრა რომ მახვილი იშიშვლა, ერთ ხელში ჭიქა აიღო და უთხრა, ან დალევ, ან სიცოცხლის გამოესალმებიო. მას სავსებითაც არ ეშინოდა სიკვდილის. მაგრამ სვავდა სურვილი ამ ავაზაკის და უკეთურის მოქცევისა. გამოვართვა ჭიქა, ჯვარი გადასახა, დაალოცა და დალია. ეს იმდენად მოულოდნელი იყო და დაუჯერებელი ასეთი დიდი ასკეტისაგან, რომ მუხლებში ჩაუვარდა ატამანი და ბოდიში მოსთხოვა, რომ ასე შეურაცხყოფილად მოექცა. ამის შემდეგ პაფნუტი დაუჯდა და ღვთისმსიტყვა სახარება უხადაგა. შედეგი საბოლოოდ ის იყო, რომ ატამანიცა და მისი ავაზაკებიც ყველა ესენი არათუ უბრალოდ მოიქცნენ ქრისტიანობაზე, არამედ ბერათაც აღიკვეცნენ არსუ დიდი ხნის შემდეგ და დაემოწაფნენ პაფნუტი დიდს. ესე რომ ეს მაგალითები იმად დაიწერა, რომ თუ ჩვენ ასეთ ასკეტურ ცხოვრებაში ვერ მიბაძავთ, მეათედი მაინც გაგვეკეთებინოს იქიდან. კაი, გუშინ ერთმაც აიღო, რომ სამჯერ უნდა ჭამოს, ვიღაცა 4ჯერ. კეთილი, ოღონდ ზომიერება შეინახეთ. რა არის ზომიერება, მამა არ ვიცი. როდესაც სუფრიდან დგები ტრაპეზიდან, ცოტა კიდე უნდა გინდოდეს. აი ეს არის ზომიერება. მოდით აი ამაზე ვიმუშაოთ, როგორც სიტყვიან, თუნდაც ერთ ამაზე ვიმუშაოთ ამ მარხვაში. რაც შეეხება ღვინოს, ეს უნდა დაუზუსტოთ, იმიტომ რომ ზოგიერთი მამაკაცი დაიძაბა აქ. რა არის ნათქვამი ღვინოს? წმინდა მამამ გამოსtildeმა ბერმა მსგავს კითხვაზე გამოუსწრა მოწაფეს უთხრა, შვილო, თუ შენში ეშმაკი იცი რომ არ არის, სამი ჭიქა დალიე სამების სახელს და ადიდე ღმერთი და ამი დაასრულე. მაგრამ თუ იცი რომ არის ეშმაკი შენში, ერთიც არ დალიო. აი ამ წმინდა მამის გარიგება ასეთებისთვის. ღვინო რა არის? ღვინო ახარებს გულსა კაცისას. მოგაგონდათ არა ნატურისხე გუგლა ლეონიძის ნოველიდან ერთი ჩემსავი ტყიამყრალი დიაკონი იყო, თუ მე დავითნე და ყველაფერს ბუტბუტით და ბურტყვნით ამბობდა, არაფერი არ ესმოდა ბრევს, რას კითხულობდა. მაგრამ როცა ფსალმონის ამ ადგილთან მივიდოდა ღვინო ახარებს, ძალიან გამოთქმით ხმამაღლა ამბობდა.
უნდოდა რომ თავი ემართლებინა მრევლის თვალში, რატომ სვავდა ასე მოხშირებით ღვინოს. როგორც ძველები იტყოდნენ ხოლმე, ჩვენები ქართველები, ღმერთმა ყველას მოგწეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. რომელსა მხოლოსა ჩვენთვის დაგლოსა და უტრეთით აღდგა რამაღლებულსა ქრისტესა, ჩვენის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნით მისამდე. ამენ. ამენ.